თავი მეხუთე. უხმო მოსე მთელს ისრაელს და უთხრა: ისმინე ისრაელო, წესი და სამართალი, რომელსაც ვიტყვით დღეს თქვენს გასაგონად. დაისწავლეთ ისინი და შეასრულეთ. უფალმა ჩვენმა ღმერთმა დაგვიდო აღთქმა ხორევში. ჩვენი მამა პაპისთვის არ დაუდევს ეს აღთქმა უფალს, არამედ ჩვენ დაგვიდო. ჩვენ კი აჰა, ყველანი ცოცხლები ვართ დღეს. პირისპირ გელაპარაკებოდათ უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან. მე კი უფალსა და თქვენ შორის ვიდექი მაშინ, რომ გამომეცხადებინა თქვენთვის უფლის სიტყვა, რადგან თქვენ ცეცხლის გეშინოდათ და მთაზე არ ამოსულხართ. მან თქვა: მე ვარ უფალის შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. ნუ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემს წინაშე. ნუ გაიკეთებ კერპს, რაიმე გამოსახულებას იმისას, რაც მაღლაცაშია და რაც დაბლა დედამიწაზეა და რაც წყალშია მიწის ქვევით. ნუ სცემ თაყვანს მათ და ნუ ემსახურები, რადგან მე ვარ უფალის შენი ღმერთი, შურის მაძიებელი ღმერთი. მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისაგან მესამე და მეოთხე თაობამდე, ჩემი მტრებისგან. წყალობის მყოფელი 1000 თაობის იქით ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი ანდერძის შემსრულებელთათვის. ნუ ახსენე ფუჭად უფლის შენი ღმერთის სახელს, რადგან არ დაინდობს უფალი თავისი სახელის ფუჭად მხსენებელს. დაიცავი შაბათი დღე, რომ წმიდად შეინახო იგი, როგორც უფალს შენს ღმერთს უბრძანებია. 6 დღეს იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე. მე-7 დღე უფლის შენი ღმერთის შაბათია. არაფერი საქმე არ აკეთო არ შენ, არ შენმა ვაჟმა, არ შენმა ასულმა, არ შენმა ყმაწვილმა, არ შენმა ხარმა, არ შენმა სახედარმა, არც ერთმა შენმა პირუტყმა და არც შენმა მდგმურმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს, რომ დაისვენოს შენმა ყმამ და ყმაქალმა შენთან ერთად. გახსოვდეს, რომ ყმა იყავი შენს ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიყვანა იქიდან უფალმა შენმა ღმერთმა, მაგარი ხელით და შემართული მკლავით. ამიტომ გიბრძანა უფალმა შენმა ღმერთმა შაბათი დღის შენახვა. პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას, როგორც გიანდერძა უფალმა შენმა ღმერთმა, რომ დღე გრძელი იყო და კარგად იცხოვრო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი შენი ღმერთი გაძლევს. კაცი არ მოკლა, არ იმრუშო, არ იქურდო, არ გამოხვიდე ცრუმოწმეთ შენი ახლობელის წინააღმდეგ. არ მოინდომო ახლობლის ცოლი, არ ისურო ახლობლის სახლი, არც მისი ყანა, არც მისი ყმა, არც მისი ყმაქალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არაფერი მისი საბადებლიდან. ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელს თქვენს კრებულს მთაზე ცეცხლისა, ღრუბლის და ნისლის შუაგულიდან მაღალი ხმით, მეტი არ უთქვამს, დაწერა ორ ფიქალზე და მე მომცა. როცა მოისმინეთ მისი ხმა ბნელიდან, მთას კი ამ დროს ცეცხლი ეკიდა. ახლოს მოხვედით ჩემთან შტოთა თავკაცები და უხუცესები და მითხარით: აჰა, გვახილვინა უფალმა ჩვენმა ღმერთმა თავისი დიდება და სიდიადე. მისი ხმაც გვესმა ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს დავინახეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ცოცხალი დარჩა ადამიანი. ახლა რისთვის ღა დავიხოცოთ? ხომ გვშთან თქავს ეს დიდი ცეცხლი? ხომ დავიხოცეთ თუ კიდევ მოგვესმა უფლის ჩვენი ღმერთის ხმა? რადგან რომელი ხორციელი ყოფილა, რომ მოესმინოს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ჩვენსავით ცოცხალი დარჩენილიყოს? ახლოს მიდი და მოისმინე ყველაფერი, რასაც უფალი ჩვენი ღმერთი იტყვის. მერე გვითხარი ყველაფერი, რასაც უფალი ჩვენი ღმერთი გამოგვიცხადებს, ჩვენც მოვისმენთ და შევასრულებთ. მოესმა უფალს თქვენი ლაპარაკის ხმა, მე რომ მელაპარაკებოდით და მითხრა უფალმა: მომესმა ამ ხალხის ლაპარაკის ხმა, შენ რომ გელაპარაკებოდა, ყველაფერი კარგია, რაც ილაპარაკეს. ნეტავისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამ ჟამს დაეცვათ ყოველი ჩემი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი შვილები სამარადისოდ. წადი, უთხარი მათ, დაბრუნდით თქვენს კარვებში. შენ კი აქიდექი ჩემთან და გამოგიცხადებ ყველა მცნებას, წესსა და სამართალს, რომელიც უნდა ასწავლო მათ, რომ შეასრულონ იმ ქვეყანაში, რომელსაც დასამკვიდრებლად ვაძლევ. ეცადეთ ისე მოიქცეთ, როგორც ნაბრძანები აქვს თქვენთვის უფალს თქვენს ღმერთს. არ გადაუხვიოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. სული მგზაზე იარეთ, როგორც გიბრძანათ უფალმა თქვენმა ღმერთმა, რომ იცოცხლოთ, სიკეთე გქონდეთ და დღე გრძელიყოთ ქვეყანაში, რომელსაც დაიმკვიდრებთ.